რუსეთის შეჭრამ უკრაინაში გააძლიერა ელექტრონული ბრძოლის საფრთხეები მთელ ევროპაში, რადგან კრემლი აქტიურად იყენებს ისეთ ტაქტიკას, როგორებიცაა კიბერშეტევა და სიგნალების ჩახშობა. საფრთხეები იზრდება. კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და სამხედრო აქტივების დასაცავად საჭიროა ელექტრონული ბრძოლის ძლიერი სისტემები. ცნობილია, რომ გერმანიის შეიარაღებული ძალები ელექტრონული ბრძოლის შესაძლებლობებს აუცილებლად განავითარებენ. ბრძოლის თანამედროვე მეთოდებმა აჩვენა, რომ ციფრულ სივრცეში დაცულობის მაღალი მაჩვენებელი უმნიშვნელოვანესია. შესაბამისად, როგორც ბუნდესვერში ამბობენ, ის მიმართულებები, რომლებსაც ადრე დიდი ყურადღება არ ეთმობოდა, ახლა აუცილებლად გაძლიერდება. წარსულში ამ სფეროს დიდ ყურადღებას არ ვუთმობდით, რის შედეგადაც ამჟამად მხოლოდ 4 ბატალიონი გვყავს. სწორედ ამიტომ ვგეგმავთ მომავალში კიდევ 2 დამატებითი ბატალიონის ჩამოყალიბებას, რათა სახმელეთო ძალების მხარდაჭერის პარალელურად საზღვაო და საჰაერო ძალებსაც ადეკვატურად აღმოვუჩინოთ დახმარება. თქვენთვის ცნობილია, რომ კიბერ და საინფორმაციო სივრცის ძალები უკვე რამდენიმე წელია შეიარაღებული ძალების დამოუკიდებელ სახეობად ფუნქციონირებს. ჩვენი ხედვით, საბოლოოდ შევძლებთ ჩვენი ძალების დაცვას ელექტრომაგნიტურ გარემოში. გერმანიის შეიარაღებულ ძალებში დიდი მოდერნიზაციაა დაწყებული. ბუნდესვერი ახალ შეიარაღებას ყიდულობს და ზრდის ცოცხალი ძალის რიცხოვნობასაც. იმის გამო, რომ უკრაინის წინააღმდეგ კრემლი ელექტრონული ბრძოლის მეთოდებს აქტიურად მიმართავს, საფრთხეებთან გამკლავების მიზნით ბერლინმა გადაწყვიტა დაახლოებით 2 მილიარდი ევრო ჩადოს ელექტრონული ბრძოლის შესაძლებლობების განვითარებაში. უკრაინა ერთგვარი გამოფხიზლება იყო. თავდაპირველად რუსეთი ამ მიმართულებით შედარებით სუსტი ჩანდა. როგორც ამას ჩვენ ვაგვირდებოდით. ამის გამო შეიქმნა სხვა ვითარება. უკრაინამ გაცილებით იაფი საშუალებებით, მაგალითად დრონებით დიდი ეფექტის მიღება შეძლო. როდესაც რუსეთმა გააცნობიერა, რომ დრონები საბრძოლო მოქმედებების ხასიათს ძირეულად ცვლიდა, მან მასშტაბურად გამოიყენა ელექტრონული ბრძოლის შესაძლებლობები. რუსეთს 5 ასეთი ბრიგადა ჰყავს, რომელთაგან 2 ქვეყნის დასავლეთ ნაწილშია განთავსებული, რაც როგორც ჩვენთვის ისე უკრაინისათვის მნიშვნელოვანია. ისინი ინტენსიურად გამოიყენეს ბრძოლის ველზე. უკრაინელი სამხედროების მიერ გაზიარებულმა გამოცდილებამ შეცვალა გერმანიის მსოფლმხედველობაც. დაახლოებით 1,7 მილიარდი ევრო არის გათვალისწინებული ელექტრონული ბრძოლის შესაძლებლობების თანამედროვე დონემდე მისაყვანად. ეს მოიცავს როგორც სრულ აღჭურვას, ისე მომავალზე ორიენტირებულ მიდგომას. თანამედროვე და ეფექტიანი ელექტრონული ბრძოლის უზრუნველსაყოფად გათვალისწინებულია ისეთი ელემენტებიც, როგორებიცაა ხელოვნური ინტელექტი, მასობრივი მონაცემების ანალიზი და მსგავსი ტექნოლოგიები. ცნობილია, რომ გერმანიამ ელექტრონული ბრძოლის შესაძლებლობების განვითარების მიზნით ისეთ კომპანიებთან დაამყარა კავშირი, როგორებიცაა Airbus და Hensoldt. შეთანხმების თანახმად ორივე კომპანია უზრუნველყოფს კრიტიკულ, პროგრამულ და აპარატურულ განახლებებს, რათა გერმანიის სამხედრო ძალები ეფექტიანი ელექტრონული ბრძოლის შესაძლებლობებით აღიჭურვონ.